სამშვიდობის ამერიკაში გვიანია უკვე და დილამშვიდობისა თბილისში. თბილისში 8 საათი დილა. დღეს ჩვენთან შენი რადიო მე ცოტა უცნაურ ფორმატში ვარ, დღესის გარეშე ვარ. კიდე არ ვკარგავ იმედს რომ შემოგვიერთდება, მაგრამ ნათია ფურცხანიძე, ექიმი ტოქსიკოლოგი, დიდი მადლობა ნათია რომ დრო გამონახე და ჩვენთან ერთად ხარ. ესეთი მაშინ საიტმანში ჩავაყენეთ ფაქტიურად უცბად თხოვეთ რომ ჩართული იყო და რეზი მითხრა რომ რაღაცთანაც ესეთი ძაფრი თემაა და ვილაპარაკოთ, მაგრამ ნათია ესეთი გამარჯობა. ერთი რამე უნდა გთხოვო რომ სანამ ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს ისარგებლებ შენი დროითაც და ერთ განაცხადს გავაკეთებ, ამაზე არ დიდ დროს არ დავხარჯავ დღეს, მაგრამ მე მგონი ისეთი სააშურის საქმეა ქართული ემიგრაციისთვის. ჩემმა მეგობარმა მომწერა მესიჯი, არაფერი დასამალი არ არის, მაგრამ მოდი დავიცვათ კორექტულობა და არ ამიღია უფლება მისი ხსენების, მაგრამ თვითონ პრობლემას რომელიც მოგწერა, იმას გეტყვით. არის ესეთი ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღარ არის ცოცხალი, პაპაშვილი, ნათი ალბათ შენიცი, ეს არის ძალიან ცნობილი მოქანდაკე, დიზაინერი, წიგნები აქვს გამოცემული 4 მისი წიგნის მიხედვით, ფილმიც გადაიღეს ჰოლივუდში და აი რეზი გამოჩნდა. რეზი გამოჩნდა და ძალიან გამოხარა. აჰა. კი აღახარე, მაგრამ ეს არ ვიცი, მანქანაში ვარ და იმაში გზაში ვარ და. არა უშავს, მოგვისმენ მაინც. ხან რაღაცას იტყვი. ხო და აი როგორ ჯობია, რავი, როგორ იტყვით. რავი, იყავი თუ შენ არ გიჭირს, ჩვენ არ გვიშლი ხელს ნამდვილად. ნამდვილად, ჯობია ჩვენთან ერთად იყო. ხო და გავაგრძელებ რა, სანამ ძირითად თემაზე გადავალ, მინდა ეს თქვა რა და აი ამ ასეთი ლეგასი როგორც ამბობენ. გესმის რეზი? ლაიში ვარ, ხო. ლეგასი ამ კაცის როგორც ამბობენ ხოლმე იკარგება. საფლავი უკვე დაკარგულია, ფერმა სადაც ცხოვრობდა და შეიძლება და მშვენიერი მუზეუმის მოწყობა ის გაიყიდა და არის ბიბლიოთეკაში შემორჩენილი მისი არქივი, რომელსაც ვადა აქვს და შეიძლება ეს არქივიც დაიკარგოს და მოდი მე ხა უბრალოდ ამ წერილის ნაკვეთებს წავიკითხავ და მე შემდეგ შეიძლება სპეციალური გადაცემა დავუთმოთ ამას და შეიძლება რაღაცნაირად მობილიზაციაც გამოვაცხადოთ ჩვენი ემიგრაციის რომ რაღაცნაირად უშუალოდ ამ საქმეს. აი წავიკითხავ ახლა მე თორნიკე ეს პრობლემა კარგა ხანია მაწუხებს და ასე მგონია არ დარჩები გულგრილი. საუბარია გიორგი პაპაშვილზე, ქართულ მწერალზე, მხატვარზე და სკულპტორზე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა წინა საუკუნის 20-იანებიდან მოყოლებული. მოკლედ ძალიან სავალალო მდგომარეობა. ამ კაცის საფლავიც მალე დაიკარგება, არქივიც და დაგვრჩება ცარიელი სახელი და მისი ნაწარმოებებიც ყველა არა, სკულპტურებს თავმოყრა უნდა და დაცვა. გიორგი პაპაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც მეშვეობით ფართო ამერიკულ საზოგადოებამ გაიგო საქართველოს არსებობა. გიორგი პაპაშვილის კიდე 4 წიგნი აქვს დაწერილი, მაგრამ Anything Can Happen ყველაზე პოპულარულია. წერილი დაწერა აი ამის ავტორმა, მე გითხარით რომ ამ წერილში ავწერე მისი ბოლო საცხოვრებელი სახლი ფერმა, რომელშიც ის დაკრძალულია. მეზობელი უვლიდან მის საფლავს ჯერ კიდევ 10-12 წლის წინ, მაგრამ მერე ფერმა გაიყიდა და ჩემთვის მისი საფლავის ბედი უცნობია. იმავე ქალაქის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ლეჰაი უნივერსიტეტი. მისი არქივი დაცულია, მაგრამ თუ არავინ მოიკითხა 5 წლის განმავლობაში, მას საგანაგვეზე გადაუძახებენ. და მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს ქართულ-ამერიკულმა საზოგადოებამ, ამაზე მნიშვნელობა რომ გახსნას ფონდი, მოიძიოს თანხები, გააფიაროს ინიციატივები, შეისყიდოს მისი ფერმა, გადაარჩინონ მისი საფლავი, გადაარჩინონ მისი არქივი, ეგევე სახლის ბაზარზე მუზეუმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის რაც მივიღე და ეხლა გმათ ვარ შევიდეთ აი მე მივიღე წერილი თორნიკე. ხო, რეზიმაც მიიღო და მე მგონი გულგრილი არ უნდა დავჭერ და რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ დღევანდელი თემა ეს არ არის, ამას ცალკე ამოვჭრით კიდე და დაუგზავნოთ ყველას, ვისაც შეიძლება დაინტერესოს და მე გავაკეთოთ კიდე ერთი გადაცემა ამის შესახებ უკვე კონკრეტულად მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება რა. აი ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა, რეზი დაამატებ რამეს. მოგესალმებით მეგობრებო. ბოდიში დღეს გადაუდებელი საქმე მქონდა და ისე
ისე გამოვიდა რომ ესე ცოტა უხერხულად შემოგეჭერიცავით, მაგრამ მაინც საჭირო ჩავთვალე რომ ესე ჯობს ტრადიცია რო არ დარღვეულიყო ჩვენი. მადლობა ეგეთი წერილისთვის, რომელიც მეც მივიღე და თან მე პირველად გავიგე და მე მგონი თორნიკე შენ იცოდი. გიორგი ბაბაშვილის ხო ადრე მომწერა და რაღაცა მეც ამ იმებში გადამივიდა და თვითონ წერს ახლა აღარ მინდა დეტალებს შეცვალო შეიძლებაო ისეთი დრო არისო ვიღაცამ თქვასო რომ ახლა რა დროს ეს არის მაგრამ კარგი დრო არასოდეს არ დგება ესეთი საქმეებისთვის და პარალელურად უნდა ვაკეთოთ ისიც ესეც ყველაფერს უნდა გავწოდეთ და თუ დავკარგეთ ეს ყველაფერი მაშინ აღარასოდეს აღარ დადგება მე აი ზუსტად იმ მომენტს გავუსვამ ხას რომ მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმაც და ყველა ემიგრანტი დავფიქრდეთ იმაზე რომ როგორ გვიხარია იგივე დვალიშვილის გამოჩენა, იგივე თოფურიას გამოჩენა და აქ როგორი შვება იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ მარტო სტალინით რო გიცნობენ და ასე შემდეგ. ხო, ანუ და ესეთი მით უმეტეს ინტელექტუალური და მით უმეტეს რომელმაც ყვალი დაამჩნია, ხო, აქაურობას სხვანაირი, ეს კიდე დამატებით საამაყოა და თან ეს გაერთიანების წერტილია. ანუ ის გაერთიანების წერტილი, რომელიც გაერთიანებაც აი იმ საქმეებისთვის, რის გამოც შეიძლება ჩვენ გვითხრან რა დროს მაგის დროაო, აი ეგ გაერთიანება გვიშლის ზუსტად ხელს. და რის გარშემო გავერთიანებით ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მინიმუმ გასაერთიანებლად არის ძალიან მაგარი. და სხვათა შორის შევამოწმე და 45 წუთის გზა არის ჩემი სახელიდან. ნუ ფილადელფიიდან არის 40-50 წუთი. ეს არც ისე შორს არის იქით მხარეს ბევრი ქართველი მუშაობს, ესე ვთქვათ, ამ დაკავებულია იგივე მიტანის სერვისი იქნება თუ ტაქსი იქნება თუ ხშირად გვიწევს, ესე ვთქვათ რა, იქით ბევრ ქართველს და რავი, რატომაც არა და მე მგონი რატომაც არა კი არა, აი ზუსტად ამ ქვეყანაში ვინც წარმატებას მიაღწია, როგორც ესე ვთქვათ, სათვისტომოებმა და როგორც საზოგადოებებმა, აი ეგეთი რაღაცეების უხეშად რო ვთქვათ, არ გამაზვით მიაღწიეს. აი ეგ არის ის ქვაკუთხედი რასაც ჩვენ თუ დავივიწყებთ, უფრო გაჭირდება, თორე ნუ პანაცეა არაფერი არ არის, მაგრამ აი ეგეთი რაღაცები მე მგონია რომ ძალიან მოგვეხმარება. მე ეგეთი ხალხის ხრებზე ვდგევართ ფაქტიურად და მან ხალხმა გააკეთა ჩაუყარა საფუძველი ქართული სახელის გაკეთებას ამერიკაში და არ უნდა დავუშვათ. ნათია, შენც ხომ არ იტყვი რამეს ორ სიტყვას ამ თემაზე? რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა და არ უნდა დავკარგეთ რაღაცები ესეთი პიროვნებები და ესეთი წარმატებული ადამიანების შემოქმედება ის თუ დავკარგეთ რა ვიცი ოიცინაშია საქმე ეთქობა ისეთი ახლობელი ოჯახის წევრი არავინ არ დარჩა რომელიც თვითონ მიხედავდა ამას მეუღლე გარდაიცვალა და ეს ბიბლიოთეკა ინახავს კიდე რაღაცა ხანი მეზობლებმა შეინახეს მაგრამ ოიცი ესე ჩდება ხოლმე და აღარ გაგრძელდება ეს და თანამდროა უნდა რაღაცა რა მაგას სტორ ვიპატრონეთ და მოვუარეთ რა ვიცი მაშინ რა აზრი აქვს მოკლედ ამაზე გავაგრძელებთ აუცილებლად დიდი მადლობა წერილის ავტორს მე კითხავ მაინც დავიცავ კორექტულობას და სახელი და გვარი არაფერი დასამალი არ არის ვინც წამოიწყო ეს თემა და ვიტყვით აუცილებლად და ნახოთ რა გავაგრძელოთ და ეხა რეზი რატო შევაწუხეთ ნათია და რატო გადავწყვიტეთ ეს პირიქით აი ნათიას ვიდეო ჩაწერა ნათიამ 2 დღის უკან და მე გუშინაც რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება და მე დღეს კი მქონდა შენთვის ნათქვამი რომ შეიძლება ვერ მოვახერხოთქო მაგრამ თვითონ თემა იმდენად მნიშვნელოვანი რომელსაც ნათია კარგად აგვიხსნის რომ მე მგონი რომ აუცილებელია რომ ჩვენი მეშვეობითაც კიდევ ვიღაცებმა გაიგოს ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიტანა გულთან ახლოს ძალიან ბევრი გადაზიარება იყო ძალიან ბევრი ნახვები იყო მე ნახე მე თვითონაც გადავაზიარე ჩემ პირად კედელზე მაგრამ ჩვენი ისაც გამოვიყენოთ კიდე შეიძლება ერთი ადამიანმა ნახოს კიდე შეიძლება 5-მა ნახოს ვიღაცა შეიძლება ამითი მივეხმაროთ ესე ვთქვათ და მადლობა ნათია კომენტარებში ის ლინკით ჩავდოთ ალბათ ნათიას ვიდეოსი რა ვისაც უნდა რომ პირდაპირ იმ ვიდეოზე გავიდეთ და ხო თუ შეგიძლიათ თორნიკე ჩემთანვე არის გადაზიარებული შეგიძლია შემოხვიდე და ეხლავეც თემას ვთქვათ დავდოთ მაგას მოვახერხებ სანამ თქვენ ლაპარაკებთ მე ხოჭი ორ საქმეს ერთად ვერ უძღვები ხოლმე და პაუზას გამოვიყენებ და ვიფიქრე მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ მე ვიცი
და მქონია შეხება რამხელა პრობლემაც არის საერთოდ დამოკიდებულება და არა მარტო ნარკოდამოკიდებულება და მით უმეტეს ამ ემოციურ ფონზე ემიგრაცია კიდევ ხო თავის კვალს ამჩნევს მაგას და თვითონ ადამიანს ემოციურად, ფსიქოლოგიურად და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეში ხარ შენ ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო იყო და გთხოვ რომ ჩვენ მაყურებელსაც უთხრა ეგრო რაშია საქმე და რა ხდება რა და ნუ ყველა მიხვდება მე რაშია საქმე კი ბატონო საგამოშტოვის მოვესალმებ ჩვენ მაყურებლებს ყველას კიდევ ერთხელ და რაც არ მithkoms იმ ვიდეოებში იმ ორ ვიდეოში უბრალოდ ეხლა მაგითი მინდა რომ დავიწყო რომ ყველას ბევრი გადაზიარება ქონდა, ბევრი ნახვა ქონდა, ბევრი კომენტარი ქონდა, მაგრამ აი კომენტარებში რაღაცა სულ მაინც იგრძნობა რომ აი ამერიკა რაღაც და ამერიკაში და რისთვის მიდიხართ მე მინდა ვუთხრა ადამიანებს რომ ასაკი მაგალითად სტატისტიკურად ეხლა რაც უკვე შემიძლია სტატისტიკაზეც ვილაპარაკო იმდენი მომართვა მესამე წელია ეს სტარტ-ნოლაიში ორგანიზაცია რო არსებობს და უამრავი ადამიანი მართავს და სტატისტიკად რო ავიღოთ 20-დან 30 წლამდე ძირითადად ახალგაზრდები რომლებიც არიან საქართველოდანვე ჩამოდიან ძალიან დატვირთული ანამნეზი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი მიხუმრია კიდევაც საიდან რა ქვეყნიდან მოდიხართ თქო აი გაუცდებით და გაუგდებით საქართველოდან უკვე 13-14 წლის ასაკიდან იწყება სააფთიაქო ნარკომანია და უშუალოდ ან სააფთიაქო მოხმარებები თუ არა და არის აი როგორ აგიხსნათ 16 წლის ასაკში 17 წლის ასაკში უკვე დამოკიდებულები არიან და ესეთი ჩვენ აბსტინენციას მე მქონია შეხება ეს ადამიანებთან რომელიც 16 წლის ასაკში უკვე ჭალებში ლომკას ვაქვთ რა. დიახ, დამოკიდებულება აქვს და ესენი ისეთი დატვირთული ანამნეზით მოდიან აქ და მდგომარეობა ის არ ვიცი ახლა შეიძლება ოჯახის წევრები ამას ვერ ამჩნევენ ძალიან ადვილი შესაძლებელია რომ ეს ვიღაც მშობელს გამოვეპაროს მაგრამ ესე მასიურად წარმოუდგენელი რაღაც ხდება მასიურად არის ეს პრობლემა და რომ ჩამოდიან მე აქ თავისთავად იქ სამსახური უჭირთ იქ ის უჭირთ და მერე იწყება და ყველა გადადის პრინციპში აი ეს არ არის რომ ეხლა წავიდა კლუბში ექსტაზი მიიღო და უშუალოდ იცეკვა და მეორე დღეს ადგა და თავის საქმე გააგრძელა ესე არ ხდება ყველას უწევს თითქმის ამ ნარკოტიკზე გადასვლა აი ყველას ბრუკლინის მე ძირითადად ჩვენი პაციენტები მაინც ბრუკლინის და ნიუ-იორკის პაციენტები იყვნენ კი მოუმართიათ ფილადელფიიდან მაგალითად ან ნიუ-ჯერსიდან მაგრამ უფრო მაინც ეხლა აქ რაც ავარ პოკონოში და შეხება გამიჩნდა პენსილვანიასთან პენსილვანიაში კიდევ უარესი მდგომარეობაა აი ძალიან სავალალო მდგომარეობა და ყველაზე მთავარი რაც არის ახლა აი რაზეც იქ ვისაუბრე ეს არის ორი ზედიზედ შემთხვევა რომელიც მოხდა ამ ბოლო კვირაში ორმა პაციენტმა პირველმა პაციენტმაც ზუსტად ესე მოგმართა მოვიდა რაღაცა ვისაუბრეთ ჩვენ ხო პაციენტის მენეჯმენტს ვაკეთებთ ანუ ეს პაციენტი ტრიაჟს ვაკეთებთ სად უნდა გადამისამართლეს დეტოქს ცენტრში მასჭირდება რეაბილიტოლოგი, მასჭირდება ფსიქიატრი, მასჭირდება ნევროლოგი ხურა. ამ პაციენტებს ვანაწილებთ და მაგის მიხედვით მიდის მერე ამათი იწყება ამათი მკურნალობა. ეს პაციენტი რომელიც პირველი პაციენტის და მეორე პაციენტის ორივე პენსილვანიიდან იყო სხვათა. ნათია, უკაცრავად ერთი წამით გაგაწყვეტინებ. ეს ვიდეო ვიპოვე, სულ 6 წუთიანია და როგორც ჩათვლით საჭირო რეზი ნათია მე სამწუხაროდ არ მომისმენია თუ გინდა ჩავთოთ თავიდან ბოლომდე ერთად მოვუსმინოთ ნათიას თუ გინდა აი როგორც რეზი რა სიტყვაში ანუ ეგ ვიდეო ძალიან ბევრმა ნახა როგორ სინამდვილეში მაგას მნიშვნელობა არ მოანჭოს მაგ ხელა კომენტარებში რო იყოს მაინც დაინტერესებული ყველა ნახავს მაგრამ მაგ უფრო რო განმარტოთ და იქ რაღაცა კითხვებიც იყო და მე სხვათა შორის რეაქციები გამოხატული და იქ ვიღაცები ცოტა ქილიკით და რაღაცა ისე გამოხატავდნენ რა თვითონ კომენტარებში და აი მაგის კომენტარებს კარგად თუ წაიკითხავ კიდე ბევრი რამე ხდება ცხადი და ძალიან სამწუხაროა სხვათა შორის ანუ ყველას რა თქმა უნდა არ ეხება და იქ იყო მართლა გულწრფელი რაღაცა
დახმარების სურვილით და რო გამოხატეს ადამიანებმა, ხო, ეს ემპათია, მაგრამ ეს ემპათიის ნაკლებობასაც განვიცდით. ზოგადად ჩვენი საზოგადოება და თითქოს ნარკომანია და ღირსია თუ რაღაცა რაძალა ადგას, ეს რაძალა ადგაზე არ არის, ეს გაცილებით დიდი პრობლემა არის, ვიდრე ვინმეს რაძალა ადგას. მაგის ახსნა მინდა და ეს მინდა მივიტანო ადამიანებთან, რომ არ არის ეს პრობლემა, ეს ნივთიერება არის ისეთი რაღაც, რომ ნადია, ეს ბოდიში რა, თუ შეიძლება ნივთიერებების ხსენება. არ ვიცი, რამე დაბლოკვა ხო არ არის მაგაზე ან რაღაცა, არ ვიცი. რამოდენიმე სახელით არის ბაზარზე დოუპი, ერთ-ერთი დასახელებაა ტუსუ, არ ვიცი, ყველა შავი, კიდე რაღაც მითხრეს, კიდე ეს უფრო ეს არის კიდე მე მგონი კეტამინიო ეგეთი რა? არა, ყველაზე არა. საქმე იმაშია, რომ ეს არის ნარკოტიკების დასახელება. ანუ შავ ბაზარზე რაც ქვია და რასაც ესენი ყიდულობენ. და ღირს $5-დან $10-მდე, $5 დაახლოებით პენსილვანიაში, $10 ბრუკლინში, ნიუ-იორკში. ეს შეიცავს თვითონ ანუ ტოქსიკოლოგიურ ანალიზში ამოდის ეს ადამიანები, რომლებიც მოგვართავენ, რომ იღებენ ამ ნარკოტიკს. ტოქსიკოლოგიურ ანალიზში ამოდის ფენტანილი, ამოდის ქსალაზინი, ამოდის ამფეტამინი და კეტამინი. ეს 4-ვე ნივთიერება ამოდის. თვითონ აქ ტოქსიკოლოგებსაც თანაც რამოდენიმესთან მქონდა საუბარი და რეანიმატოლოგებთანაც ფაქტიურად პაციენტი ამის შემდეგ დიაგნოზი რომელიც ესმევა და გამოდის კლინიკიდან ეს არის დაუდგენელი ეტიოლოგიის სეპსისი. ანუ ძალიან სწრაფად ჯერ ერთი პირველ რიგში ის რომ ძალიან სწრაფად იწყება შეჩვევა. 1-2 მიღების შემდეგ პაციენტი უკვე ფაქტიურად ამ ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება. როდესაც კი წვიტავს ამ ნარკოტიკის მიღებას, არ ვიცი, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს რეანიმაციაშიც, გადაუდებელშიც, არ ვიცი, 20 წლის გამოცდილება მაქვს და მე მსგავსი რამ არ მინახავს, რაც მათ ემართებათ მაგ კუნჩხვის სახით. სიტყვები არ ვიცი, ვერაფერს ვერ დავარქმევ, კონკრეტულად რამეს ვერ მივამსგავსებ, ისეთი რამე ჭირთ რაღაც საოცარი სუნი, არ ვიცი, ზოგჯერ რამოდენიმეჯერ ვიფიქრე, რომ შეიძლება ესენი რამეს ხო არ იხმარს ეს პაციენტი, რამეს განსაკუთრავს, არა, ორივე შემთხვევაში ერთ და გულის გაჩერება, სადაც საჭიროა რეანიმაცია და ასე შემდეგ. ეს თუნდაც ერთი მოხმარებით, ხო? არა, თუნდაც ერთი მოხმარებით არა, თუნდაც 1 და 2 მოხმარებით ისინი ხდებიან დამოკიდებულები. მერე შესრულებული ხდებიან, რომ ეს დოზები გაიზარდოს. ანუ რაც უფრო დიდი ხანი მოიხმარს, ან რაც უფრო დიდი დოზით მოიხმარს ამ პრეპარატს, ამ ნივთიერებას მოიხმარენ, ეწყებათ ჩუმის სეპსისი. ანუ რაღაც პერიოდის განმავლობაში ან აუწევთ ტემპერატურას, ყველა ხო არ ცხოვრობს დედასთან აქ და მეუღლესთან და ოჯახები ხო არ აყავთ და ანუ თვითონ ამის დიფერენციაციას ვერ ახდენენ. ეს ლომკა ეწყებათ მათ თუ რა ჭირთ. ანუ აქვთ ყველაზე მთავარი სიმპტომები არის თავი და როგორ იწყება, ეს არის გამონაყარი, უმადობა, გულისრევის შეგრძნებები, ესენი უკვე ეწყებათ რაღაც დაახლოებით 1 თვით ადრე ალბათ სანამ კულმინაციამდე მივლენ. და მუცლის ტკივილი. მუცლის ტკივილი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩივილია. რომელიც სხვა დროს არ ვლინდება, სხვა ნივთიერების დროს? არა, ეხლა მინახავს ადამიანები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში რაღაც ნარკოტიკს მოიხმარენ და არა, ეს არის საქმეს მაგაშია და განგაში მაგიტო ავტეხე და მაგიტო ჩავთვალე რომ ჩამეწერა ეს ვიდეო რომ ვერ ხვდებიან, ანუ მათ გონიათ რომ როდესაც ზოგი იწყებს მერე ბეზრდება ეს ცუდად არის, ანუ იღებს, მაგრამ მაინც ცუდად არის.
აქედან გამომდინარე მე იწყებს გზების ძებნას, რომ ეს ხო არ მიიღოს, ის ხო არ მიიღოს, აღარ უყუჩებს არაფერი და არ უყუჩებს, იმიტომ რომ უკვე ანთებითი პროცესი აქვს, დეჰიდრატაცია აქვს, გაუწყლოვანება რაღაც აი თვითონ მე გეტყვით მე იქ რა უკეთდებათ ამ პაციენტებს და როგორ ხდება მათი მდგომარეობიდან გამოყვანა რაღაც 3-4 დღის განმავლობაში ძალიან კრიტიკულები არიან და ვერც გეუბნებიან რომ ეს პაციენტი როგორ იქნება, იმიტომ რომ მომენტალურად მენტალური ეს სუსტა ეს მინდა რო ახსნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეს ჩივილები რო ეწყებათ ეს გამონაყარი რაღაც ამის თავიდან ყურადღებას იმდენად არ აქცევენ. მერე იწყება ის საშინელის სუსტა და მერე უკვე ეს დოზები თუ დაუშვათ რაღაცა 6 საათში ერთხელ ჭირდებოდა, 4 საათში ერთხელ ჭირდება, 5 საათში ერთხელ ჭირდება, 3 საათში ერთხელ, 2 საათში ერთხელ და უკვე ბოლოში რაც მეც იღებს, ეს მოწამლა ხომ მძიმდება და ფეხის თითიდან თმის ღერამდე ტკივილი აქვს. თმაზე ვერ შეეხები ესეთი ტკივილი აქვს. ეს ორივე პაციენტი მოხვდა რეანიმაციულ გაყოფილ ემერჯენსში, რა თქმა უნდა, რა გადაიყვანეს რეანიმაციულ გაყოფილებებში, სადაც მათ კურირებს ძირითადად პაციენტი მიყავს ტოქსიკოლოგს და ორივე პაციენტის შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში დრენირება ხდებოდა და დრენაჟ ცხვირიდან და ამოქონდათ კუჭნაწლავიდან, სივრციდან სითხე, ჩირქი, მოკლედ მთელი საოცრად და 2 დღის განმავლობაში საერთოდ არ შეუწყვეტია და 4 ხსარი ესხმებათ ისეთი დეჰიდრატაცია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ეს პაციენტი თუ არ მოხვდა ესეთ ადგილზე, საავადმყოფოში ან თუ არ მოხვდა ისეთ ადამიანთან, ვინც ამას დიფერენციაციას გააკეთებს, რომ ეს აბსტინენცია და ლონკა კი არ არის, ეს არის მოწამო სეფსისი და ეს არის რაღაც სხვა. ანუ და იწყება კურნალობა დარტყმითი ანტიბიოტიკებით. აი დღეს ექიმმა მითხრა, რომ ჩვენო ზუსტად ისე მკურნალობთო, როგორც მენინგიტსო. და ეს ეპარებათ, ეგ მომენტი ეპარებათ, მაგრამ მე ვიცი და უკვე ბევრმა ადამიანმა მომაწოდა ინფორმაცია გუშინდელი დღის შემდეგ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდები, არა მარტო ბიჭები, გოგუებიც უკვე ისე დღეში არიან, რომ ვერ დადიან, ვერ გადაადგილდებიან, ვერ მოძრაობენ. არ ვიცი რა გავაკეთოთ, მივიდეთ, ვნახოთ ეს, არ ვიცი როგორ არ შეიძლება აქ ძალიან დიდ მასშტაბზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი ათეულ ადამიანზე. აქ არის საუბარი უდიდეს არ დაგავიწყდეთ ეს ადამიანები ყველა ვინც მომართა ახლა ნახევარზე მეტი მუშაობს, ზოგი დორდაშზე, ზოგი რაღაცა უბერზე ან ლიფტზე, მაგრამ რა შეუძლიათ მუშაობენ მარტო იმდენს, რომ ეს არ მოაკლდეთ, რომ არ დაეწყოთ ეს საშინელი ტკივილები, რაც აქვთ. და მეც ჯერ ეს ერთი რა ის არის ახლა კომენტარებს არ ხوار გამოვყვებით და ხوار იმას ვუძავთ, მაგრამ ნუ განშიან ეს პირდაპირ თუ არა ირიბად ყველას გვეხება. არ არსებობს დღეს ადამიანი, ვისაც ეს ირიბად მაინც არ ეხებოდეს. ზუსტად სინამდვილეში ნათია, აი მაგ ემპათიის რისი ნაკლებობაც გვაქვს, იმ სიყვარულის ნაკლებობა და ის ყველაფერი ერთობლიობაში იწვევს მერე დამოკიდებულებას. ამას ცოტა ღრმად თუ ჩავხედავთ და მერე უკვე როცა რაღაცა პრობლემა დადგება, მით უმეტეს ეგეთი გამოვლინება არასწორია. მე არავის ჭკუის დარიგების უფლება არ მაქვს, მაგრამ თუ ემპათიის გამოხატვა არ შეგიძლია და თუ დახმარება არ შეგიძლია, ჯობია რომ საერთოდ არაფერი თქვა. ეხლა ის რომ შენი ნათქვამით რომ რაძალა გადგას, ესეთ კარგ ქვეყანაში ხარ ჩამოსული და ამას რატო შვები? ეს რატო შვების დონეზე არ წყდება თორე დიდი სიამოვნებით. არანაირად არ წყდება და ესე გონია, ეს ის კი არ არის რომ რაღაცა ერთეული თიცე ჩამოსაწყვეტი. აი ნათია, ეგ მინდა უკაცრავად კიდე გაგაწყვეტინე, მაგრამ ეს ჩემთვის აბსოლუტურად ისეთია რა, მეხის გავარდნასავით არის. ესე იგი ეს რასაც შეყვევი ქართულ ემიგრაციაში არის მოდებული, გარდა იმისა, რომ ნუ ეხლა დანარჩენ ამერიკაში და იმაში ცხადია, მაგრამ განსაკუთრებით გავრცელდა ქართულ ემიგრაციაში და ამას რას უკავშირებ? ესე იგი რაღაცა სიაფე არის ამ
წამლის თუ რაღაც გავრცელება რატომ მოხდა ესე მოდება განსაკუთრებით ჩვენებურებს შორის რა ამას ვუკავშირებ მე ესეთ ემიგრაციის დიდი რაოდენობის შემოდინებას ადამიანების რომლებმაც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ქვეყანაში მოდიოდნენ ბავშვები სპეციალობების გარეშე კი ზოგმა ინსტიტუტ რაღაც უნივერსიტეტები დაამთავრებს მაგისტრებიც არიან მაგრამ არაფრის გამოცდილება არ ჰქონდათ არაფერი აღმოჩნდნენ სავალალო მდგომარეობებში აი მე მინდა გითხრათ რა ჩემ ძველ პროფესიას გავიხსენებ და აი რეზიმე რაც თქვა რა გინდოდა ეს კომენტარები თუ არის ეს საერთოდ შემზარავია მაგრამ აი სწორედ ახალ გარემოში მომზადებელი მოხვედრა ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ ის არის რა ქვია იმ ხელა სტრესი შეიძლება იყოს აი პირველი ტრიგერი შეიძლება იყოს ზუსტად კი რომ სწორედ ეგ შეიძლება იყოს მიზეზი ამ დამოკიდებულების გაჩენის იმიტომ გამოსავალს ეძებს ადამიანი რაღაცა შვებას ეძებს და მე ესეთ ხაფანგში ებმება და ამის გამო ხელისყრა და არ დახმარება მე არ ვიცი და ნუ მან კიდე ნივთიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ანუ დამოკიდებულება ამაზე ხელისყრა ნიშნავს რომ ჩვენ უამრავ ადამიანს დავკარგავთ მალე ეს არის დაახლოებით რა იცი ისტორიაში ცნობილია რომ ჰიტლერმა გააკეთაო ეს გემზე დასვა ესენი დამოკიდებული გაუშვა ზღვას ეს მოგწევა შეგვიძლია არა ეს პრობლემა საქართველოსიც არის იგივე მაგნიტიერების ამფეტამინის რაც არის საშინელება და იგივე ის ფენტალინის შემთხვევები არის და ასევე ამაზე ძალიან სერიოზული წორები არის და არ მინდა კონსპირაციის თეორიაში შესვლა მაგრამ ეს ჩინური დივერსიაც შეიძლება იყოს ზოგადად ამერიკის მიმართ ანუ ამაზეც იყო საუბარი ეს რომელიც ესეთი დოზით ინტოქსიკაციას რო იწევთ და ამაზე ხო არ არის საუბარი ნათია რეზი ვერაფერს ვერ მე ვსაუბრობ ჩვენი სტატისტიკით ის რაც აი ჩემ ტელეფონს ჩვენთან ხდება ამ სტატისტიკად რასაც მე ჩემი თვალით ვუყურებდი 3 წლის განმავლობაში რატია მოკლა კითხვა და გააგრძელე რა საქართველოში შევიდა უკვე ეს წამალი არა საქართველოში ეს წამალი არის ნაწილ ანუ არის კეტამინი არის ამფეტამინი არის ფენტანილი ხო, მაგრამ კომბინაცია ესეთი არ არის, ხო? ხო, კომბინაცია არ არის. აქ ყველაზე აღსანიშნავი და ძალიან საშიში იმის გარდა რომ ოვერდოზი შეიძლება დაემართოს ადამიანს, ამ ოვერდოზის გამოყვანაც შესაძლებელია ნალოქსონით და უკვე ღმერთის წყალობით ეგ მაინც რაღაცნაირად მგონი ცოტა რაღაც ახლოს ვართ რომ ყველა მომხმარებელს ან ვიღაცას მაინც სადღაც აქ ან მანქანაში ან სახში არა, აქ შერეულია ქსაილაზინი, რაც გითხარით, ეგ ნივთიერება შერეულია, ეს არის ცხოველების და ტრანკვილიზატორი რა. იხმარება, ხო, აი სპილოს და ცხენის და იმათ დასაძინებლად. ამით აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, როდესაც არის ერთიანი ნარევი, ერთი ნარე ერთად არის ნარევი, ალბათ ყველა დილერს თავისი აქვს რაღაც რეცეპტი. როდესაც არის ნარევი, მაშინ შეიძლება ზედოზირებაც იყოს. ოღონდ ნალოქსონი აღარ შველის მაგ შემთხვევაში. ანუ ძალიან ბევრი აი რაღაცა შეკრული წრეა ისეთი რომ აქედან გამოსვლა არის ძალიან გაგუჭირდება თუ აქ ერთად არ დავდექით და რას ქვია ხა მე ხوار ვლაპარაკობ ერთეულ ადამიანზე ვიღაცას რომ სიამოვნების გამო ვიღაც სიამოვნებას იღებს და ამიტომ დავძაბოთ ჩვენ ყველა და ფეხზე დავაყენოთ არ არის ამაზე ხალხო საუბარი აი 80%-ია ახალგაზრდებაზე საუბარი აქ ეს 20-30 წლის მე ვთქვი საქართველოს ჩამოსულები რომლებიც არიან რომლებმაც ჩამოიტანეს ეს უკვე დატვირთული ანამნეზი და აქ რა თქმა უნდა იოლად მოხვდნენ ამ ხაფანგში ძალიან იოლად მაგრამ აქ არის 40 წელზე ზემოთ კაცებზე 60 წლამდე ადამიანებმა რომლებმაც აქ დაიწყეს ამის მოხმარება აქ დაიწყეს 18 საათიანი და 16 საათიანი სამუშაო გრაფიკებით დაიწყეს ვიღაცა მუთხრა ამას დაალევ და 24 საათი იმუშავებ ძალიან ბევრია ეგრე და პირდაპირ შეთავაზებები არის მე მომისმენია და დამიფიქსირებია ჩემი აზრი რომ ეგ არ არის სწორი გზა და ჯანსაღი გზა რომ აი კონკრეტული არ ვიცი რა ნივთიერება არის მაგალითად მაგრამ აი ამას მიიღებ
და მაგალითად 9 საათის მაგალითად შეძლებ რომ 16 საათი იმუშაო და ფულში შოვიდა სადამდე შეგიძლია. და ყველანაირად ნახე რა ხდება რეზი, მაგი მიიღო ერთხელ ორჯერ სამჯერ ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და უკვე მაგან რო გაუჩინა დამოკიდებულება, უკვე მისი შრომის უნარიანობა 24 საათიანი კი არ გახდა, პირიქით მაქსიმალურად შემცირდა და მაქსიმალურად რო შემცირდა შრომის უნარიანობა, შესაბამისად შემოსავალიც ხო შეუმცირდა. შემოსავალი რო შეუმცირდა, უკვე ვეღარ მიდის, უკვე ვეღარ დგება, და უკვე გადადის ამ ნარკოტიკზე. ძალაუნებურად გადადის უკვე ამაზე და ამაზე გადადის და ფაქტიურად არ ვიცი ეს არის პირდაპირ სიკვდილი თუ დროზე ამას არ მიხედა და თუ ამას არ მიაქციეს ყურადღება და ამ ჩივილებს არ მიაქციეს ყურადღება მე დარწმუნებული ვარ რომ ეხა მიღებულ დოზაზე რომ შევიდეს ემერჯენსი ან სადმე დახმარება მას არ გაეწევა იმიტომ რომ და თუ თქვა რომ ნარკოტიკის ხმარებელია და რაღაცა მაქსიმუმ შეიძლება იმ წამს რაღაც სიმპტომი მოუხსნან იგივე მეტადონით და ყველაზე მთავარი აღარც მეტადონი და ეს აღარ მუშაობს ბოლოში უკვე რომ მიდიან ამ მდგომარეობაში როგორც ეს ორი პაციენტი იყო ამ მდგომარეობამდე რომ მიდიან უკვე მერე უკვე გვიანია და ეს არის უკვე წამებზე და დღეებზე საუბარი და არ ვიცი მე რა შეიძლება ან ვინმეს მივაწვდინოთ იქნებ საქართველოში ხმა რომ იქ ვილაპარაკოთ ამ თემებზე და იქ გაიგონ ადამიანებმა რაშია საქმე და რაზეა საუბარი და ოჯახის წევრებმაც არიციან კი და ბევრი რამ მე ვერიდები ყველაფრის ლაპარაკს მე 10% საუბრობ იმაზე რა ინფორმაციაც მაქვს იმიტომ რომ მეცოდებიან ის ოჯახები რომლებიც საქართველოში არიან და რომლებსაც გონიათ რომ აი ის რომ მიიღებს დოზას და იმ წუთას დაურეკავს მის მშობელს მის ოჯახის წევრებს ის ნორმალური და მე დროის ის კი იცით იმან დაიძინა ამან გაიღვიძა და დამთავრდა და ესე უამრავი ადამიანი მწერს დაკარგულ ადამიანებზე რაც შეეხება კნექს და ამფეტამინს და რაც შეეხება საქართველოს არ ვიცი ამდენი ალბათ ფსიქიატრის მოთხოვნა ეხლა რო არის არ არსებობს იმიტომ რომ პირდაპირ ფსიქოზურ აშლილობებს იწვევს პირდაპირ და ისეთ მწვავე ფსიქოზურ აშლილობებს იწვევს და ეს მწვავე ფსიქოზური აშლილობები ვერ ინკურნება იმიტომ რომ განსაკუთრებით აქ იქ კიდევ ვიღაცას პატრონი ყავს ფსიქიატრთან მივა დანიშნულება შეასრულებს აქ ნახეთ რა ხდება მოვიდა და უშუალოდ აქვს ფსიქოზური აშლილობა და მივახციეთ იმას რომ ფსიქიატრთან გავაკეთეთ კონსულტაცია რეაბილიტოლოგთან მისცეს დანიშნულება არ შეასრულა და ფურცელზე დაწერილი რეცეპტი რომ კურნავდეს ადამიანებს წამალი აღარ იარსებებდა არავინ არ ასრულებს და გეუბნებით აი არ ვიცი ზოგჯერ რომ ვსარგებლობ უბერით და იმით და ქართველებს რო დავინახავ პირველი რო ჩავჯდები მაგას ვაკვირდები ფხიზელია თუ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში თუ იმიტომ რომ იძულებული არიან რომ ეს აი ხო კომენტარებში რასაც წერენ ახლა და არც ერთ მას ეგეთ კომენტარს არ გამოვყოლივარ და ყველა თავისი არჩევანი აქვს მაგრამ მე არ შემეხება ეს არის ყველაზე მცდარი რომ შენ რას ხვი არ შეგეხება როცა შეხედავ რომ შენი მომავალი თაობა ხედავ ამ მდგომარეობაში არ გიხება რას ნიშნავს ხო შენ არ ახარ აბსტინენციერი ნათია ახლა მოდი აი ესეთ რამეს ქვეყნის სიყვარული ან რაღაცა ნუ რა სხვა აბა რას ნიშნავს მამა ხო და ანუ იგივე გინდათ ის ქრისტიანობაზე რაზეც ხშირად არის აპელირება და გინდათ სამშობლოს სიყვარულზე და პატრიოტიზმზე ის შენი მოყვას ის სიყვარულია პირველ რიგში და თუ რაღაცა შეგიძლია რომ დაეხმარო თავარი ხო მან გადის ხო ეს ყველა ხაზი და ეს ყველანაირი ეს რითიც ეხა შეიძლება დიდი სადღეგრძელოებით და იმით გამოდივართ ხოლმე ხშირად ეხა ხელს არავისკენ გავიშვერ მაგრამ აი ჩემი ინტერესი რა არის გამოსავალი ამ თემიდან მე ვიცი რომ არსებობს მე მქონია შეხება ისეთ ადამიანებთან რომელიც გათავისუფლდა ამ დამოკიდებულებისგან და იქით კიდევ სხვებს ეხმარება რომ სხვები გათავისუფლდნენ რა ოღონდ ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის და რა გჭირს აი მე არა ვარ ამ თემის სპეციალისტი მაგრამ საკმაოდ დავინტერესებული ვარ და რაღაცეებში ჩამიხედავს აი ეს თემა იწყება
არ არის მარტო საუბარი ფსიქიკაზე და ფსიქოლოგიურ ამბავზე და აი თვითონ უნდა აი ვინც მოდის ჩემთან ჩვენ ვინც მოგმართავს ყველას უნდა რომ თავი დაანებოს კი ბატონო კი რა თქმა არც ერთი დეტოქსი არც ერთი დეტოქსი უდაზღვევოდ არ იღებს პაციენტს ადრე შემეძლო შარშანწინ მაგალითად 2 წლის წინ პაციენტი დამეწვინა ის დაგვეწვინა დეტოქს ცენტრში და იმაში საერთოდ საბუთი არ ქონდა და არაფერი და ეხლა არა და ეს არის 5-დან 7 დღემდე პროგრამა სუბაქსმისი მეტადონის და შემდეგ გადადიან რეაბილიტაციურ ცენტრებში ოღონდ რეაბილიტაციურ ცენტრში ეხლა ითხოვენ კონკრეტულ ისე დაზღვევებს და პაციენტებს რომელსაც აქვს სოუშელი ვორკი და ესე შემდეგ და ეხლა საერთოდ აიკრძალა უკვე ეთყო რა თქმა უნდა როგორც მე ნახე ესეთი მდგომარეობა იმათ რამდენი ნახეს ეხლა ეგეთი არა მარტო ქართველი ვინც შევიდა და ვისაც დაემართა სავარაუდოდ ეს კუნჭყვა და ეს გულის გაჩერება და მოუკვდათ პაციენტები ამიტომ კატეგორიულად უკვე რეჰაბები აღარ იღებენ პაციენტებს თუ კონკრეტულად დეტოქს ცენტრიდან არ მოდის ეს პაციენტი და არ მოაქვს თან საბუთი რომ ეს მკურნალობა ჩაიტარა და პაციენტი რომელიც ამ მდგომარეობამდე მიდის რაც მე მოვყევი იმას უკვე დეტოქს ცენტრი არაფერს არ უშორებს გამორიცხულია არ არსებულია რომ ეს ვინმე თავისით მოიშოროს ამიტომ ყველას ვეუბნები ვისაც გააქვთ ეს ჩივილები რა ვიცი თქვენ მასად ლაივსაც ვინც ნახავს ვინცაც გააქვთ ეს ჩივილები აი პირველი იწყება გამონაყარით გულისრევის შეგრძნებებით უმადობებით რაღაცა ესენი ვისაც გააქვთ მუცლის ტკივილი გძნობთ სხეულში შეხურებებს და გგონიათ რომ ეს არის აბსტინენცია ეს არ არის აბსტინენცია ეს არის სისხლის მოწამვლა რომლითაც არაერთი უკვე ადამიანი გარდაიცვალა დაუდგენელი ეტიოლოგიის სეპტიური შოკებით და ესე შემდეგ და აქამდე ნუ მივიყვანთ ამას ყველაფერს მივმართოთ დაგვირეკონ ვიცაც არა მე მარტო კი არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხში უამრავი ყველა ჩვენთან ვერც მოხდება ხო და ყველას ვერ გაუწევ ელემენტარული რესურსი არ არსებობს ამის არ ვიცი კიდაც თქვენ თუ ამასში ჩაერთვებით და დაგვეხმარებით რომ საქართველოშიც გავავრცელოთ ეს ამბავი და გავაგებინოთ იცით როგორი რამოდენიმე ძალიან ბევრმა ექიმა მომართა საქართველოდან ეხლა ჩემო კოლეგებმა 20 წელი ვიმუშავეთ თბილისში და ძალიან ბევრმა მომართა და მითხრა რომ ნათია გაიგე ტოქსიკოლოგიაში რომ რეიცი ჩვენ მოგდის აქ პაციენტები ამერიკიდან ჩამოსული და მე როგორც აღმოჩნდა ზოგიერთმა ხვდება ამას და აქ მე მოვკვდებიო და ბევრი წავიდა მოახერხეს ადამიანებმა და წავიდნენ და აქ მოვკვდებიო წავიდნენ და იქ თვეები წვანან რეანიმაციებში ვერ გამოყავთ რა მინდა კითხო წინათია რომ ეს ბოლო ფაზა გასაგებია როდესაც მკურნალობა ჭირდება უკვე კონკრეტულად მოვიდა და ეს სიმპტომები მაგრამ შენ როგორ ფიქრობ აი ასეთ დონეზე თქვა აი მედარეზე არა ვარ ხო ექიმები საზოგადოებას რა შეუძლია რომ რაღაცნაირად დააზღვიოს თავი ამისგან აი რა გავაკეთოთ რა საზოგადოებას რა შეუძლია და პირველ რიგში ამაზე საუბარი შეუძლია თქვენ წარმოგიდგენიათ 3 წელი ამაზე ვლაპარაკობ 3 წელია ამაზე ვსაუბრობ და აი ნუ რა გითხრათ კი რაღაცა ვიღაცებს წერენ ყოფილა ჩემ ამ ვიდეოს 420,000 ნახვა ეს იმას ნიშნავს რომ ეს პრობლემა ყველგან არის მაგრამ ყველას ჩარგული აქვს თავი პირველ რიგში საზოგადოებამ რაც უნდა გააკეთოს ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ ამაზე არ მიდის არსად საუბარი ნუ აი რა 10 წუთი 5 წუთი შეიძლება სადღაცას ტელევიზიაში ან სადმე რამეს გადააწყდეთ და შევხვდეთ სხვაგან არ მიდის ამაზე საუბარი და არავინ არ ლაპარაკობს ამაზე იცი რა მოდი კიდე ესეთი რაღაცა გავაკეთოთ აბსოლუტურად სწორია როდესაც შენ მიმართავ ხალხს რომ აი ესეთი სიმპტომები თუ გამოგაჩნდათ რაღაც მაგრამ მოდი კიდე მიმართოთ მათ ახლობლებს რა იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ შენ მიხვდე რომ აი შენს მეგობარს შენს ნათესავს შენ ოჯახის წევრს რაღაცა ესეთი ემართება და ნუ დააგვიანებენ რა ნუ დააგვიანებენ რაღაცნაირად ან მიეხმარონ ან ინფორმაციამ
არ ვიცი სად მოგაწოდონ შენ სხვას ვიღაცას მოკლედ იმოქმედონ, იმიტომ რომ ყოველი წუთი დაგვიანებისა ძიმია. უნდა იმოქმედონ, აუცილებლად უნდა იმოქმედონ, აი ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ადამიანი ჰოსპიტალში მოხვდეს, თუ უკვე დამძიმებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა. თუ ხა ბავშვებში და მოზარდებთან და იმასთან უნდა იცოდნენ დედებმა, ოჯახის წევრებმა, რომ თუ შეატყობენ აი გაფანტულობას, უმადობას, ხასიათის შეცვლას, იცით რა, ყველაფერს რატომღაც გარდატეხის მას არ თქვენ ხოლმე, აი გარდატეხის პერიოდშია და რთული პერიოდი აქვს და სინამდვილეში საერთოდ სხვა რაღაც ხდება რა. აი ხო გეუბნებით ისეთი ყურადღებიანი დედების და მამების შვილები და მოუმართიათ, რომლებიცაც გამოპარვიათ და 14 წლის ასაკიდან 16 წლამდე, 18 წლამდე ამას იღებს და ეხლა ამას იღებს და ეს პერიოდულად მიდის. ამაზე სიჩუმე არის სისულელე. მე რო დამემართა და მე რო ვიმკურნალე სიტყვაზე და ჩემი შვილს რო ვუმკურნალე და ჩემი ქმარი რო გადავარჩინე და გაჩუმებული ხარ და არ ყვები ამას. არ გამოდიხარ და არ ლაპარაკობ, უკვე დამნაშავე ხარ. მე ესე ვთვლი, მე ვერავის ვერ დავაძალებ, რომ გამოვიდეს და ის კი ბატონო, ესე გამოსვლა არ უნდა, სახეს დავფარავთ სიტყვაზე, ან მოვითხოვოთ, ან რაღაცა სახეს და აბსოლუტურად არ მინდა ამაზე სპეკულირება, მაგრამ ხო არიცი ვინმე, ვინც დაგთახდება და აი თუნდაც ჩვენ ეთერში, თუნდაც სხვა ეთერში არ აქვს მნიშვნელობა, ხა მე საერთოდ ვიდეო გამორთული იყოს და ისე ისაუბროს. ან პირადად ან შეეშინდება, ან გამორთულით ან რაღაცა მოყვება ამ ამბავს რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეგ საამაყოა, მე რომ მკითხოს ადამიანმა ეგ საამაყოა. ის უბედურება, რასაც შენ თავი დააღწიე და ერთმა ადამიანმაც რომ მოგბაძოს, ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს? შენზე უკეთესად ვინ იცის ეს? საიდან გამოყვედი? ის მასზე უკეთესად ხო არავინ იცის? არავინ არ იცის. და ეგ არის, აი იგივე აი მაგ გამოცდილების გაზიარებიდან დაწყებული და ყველა წვრილმანიდან დაწყებული. მე ჩვენ ყოველთვის მაგას ვსაუბრობ და ყოველთვის ეგ გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ფსევდო. აი ეს არის ჩვენი უბედურება. ოჯახში ლაპარაკი არ გვაქვს. იქ სასულიერო მიმართულება ვისაც აქვს ჩაბარებული, ვინც მორალი უნდა წარმოქმნას საზოგადოების, ისინი კაცმა არის ის რას აკეთებენ მათი უმრავლესობა. ხელისუფლება რას აკეთებს, კანონი რას აკეთებს. აი ეს ყველაფერი აღრეულია. არც მასწავლებელი აქცევს ყურადღებას, არც სკოლა, არც უნივერსიტეტი და აი ამ ყველაფრის ერთობლიობა იწვევს ამას. აი ეს ემპათიის გაქრობა, ის დაპირისპირება, ხელის გაშვერა, ელემენტარულად ნაცი ხარ, კოცი ხარ, ისა ხარ და არა და აი რაღაც ელემენტარულებზე ვერ შევთანხმებულად და ნაცი და კოცი და ეს თემები გვერდზე გადაიდება ისეთი ტრიალები. ხო და ეს არის უარესი. აი ამ ყველაფერს მივყავართ. აი ამ ყველაფრის შედეგი არის ცოტ-ცოტა ეს რო ილექება და ეს რო ითესება, აი ამ ყველაფრის ერთობლივად შედეგი არის. რომელი შედეგიც რაში გამოვლინდება სინამდვილეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს და სინამდვილეში ეს არის ტექნიკური საკითხი. ანუ ეს მომენტი, აქ რო ადამიანები ჩამოვიდნენ და ინფორმაცია რო კარგად არ ქონდათ, სად მოდიოდნენ საერთოდ? ანუ ის რო მაგალითად საჭირო გახდა რომ 16 საათი იმუშაო, მე განა არ მესმის. მესმის ძალიან კარგად, რატოც გახდა ეს საჭირო. მაგრამ ეს ხო შეუძლებელია ადამიანის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. და ეს ხო ელემენტარულია, რომ ანუ თუ რამე ნივთიერების გამომდინარე იზავ ამას, ეს რო კარგ შედეგს ვერ მოიტანს. მაგრამ ეს წინასწარ არავინ არ უთხრა. წინასწარ უბრალოდ ანუ დაურეკავს, აი მე შევსწრები ვარ ესეთ ლაპარაკს, რომ დაურეკავენ მაგალითად ერთ-ერთ ემიგრანტს და აბა მითხარი რამდენ შოულობ. და ამასაც ჩამოუთვლია, რომ აი დღეში შოულობ $400. მერე იმან გადაამრავლა 30-ზე, თითქოს თურმე არ დასვენება უნდა ადამიანს, არც ძილი უნდა, არც მოწესრიგება უნდა, არაფერი უნდა თითქოს 30-ზე გადაამრავლა და ეხლა ხარჯები ჩამომითვალეო, ჩამოათვლევინებს ხარჯებს და დათვალა, ვა, $8,000 მოგება დარჩა. ადგა ჩამოვიდა. და აი ამ დონეზეა რა, იმის იქით, ეს ძალიან სამწუხაროა. აი ამ ყველაფერს იქცირდება ჩვენ. ფიზიკურად საქართველოში. ერთი დღეს აქვის და საერთოდ არ იცის რას ნიშნავს 18 საათი ატრიალოს ხაჭე. ხო და ეს ხო აი ზუსტად აი ამ ყველაფერზე ჩვენი მიზანიც აი ჩვენ გადაცემაშიც ყოველთვის ვცდილობთ რომ ეხლა იმ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ცოტა აგვერია ჩვენს ის მიზანი რა მიზანსაც ისახავს ჩვენი გადაცემა, მაგრამ ზუსტად ეგ არის რომ
ყველა პატარა ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტეს ენის ცოდნის პრობლემაც გვაქვს, ხო? ანუ და ქართულ ენაზე არის ჩვენთვის აუცილებელი და ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი არ გვიყურებდეს რაღაცა ზოგჯერ 2000 ადამიანი ნახულობს, ზოგჯერ 3000 და ზოგჯერ 5000 პირობითად, მაგრამ აი ეს ინფორმაცია იმდენად სპეციფიურია ხოლმე, რაღაცა ერთი დეტალი შეიძლება გაჟღერდეს. აი საუბარი აი ეს არის გამოსავალი, ყოველთვის არის საუბარი. და საუბრის გარეშე შეუძლებელია, რომ რამე გამოვიდეს. არა მარტო აქ არც დარიოს ეხება, არც ნათიას ეხება და არც თორნიკეს ეხება. არაფერ შუაში არ არის ეს. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უამრავი თემა არის, რომელი თემითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ერთი სიტყვამაც კი მნიშვნელობა ძალიან დიდი შეიძინოს და აი ამას ჩვენ სინამდვილეში არ ვაკეთებთ. და იმ პასუხისგებლობას ჩვენ საიდანაც ვართ, ვინც ვართ და რაღაც აი ჩვენ ამას გავურბივართ და არ ვქვით და რაც გინდა ის დაარქვით, მაგრამ აი მეტია საჭირო ამაზე მე ვარ პასუხისგებელი. ეს როგორც ის ემპათიის დონე, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია, ეს არ ვიცი, ვერ პასუხობს ვერანაირ შეიძლება ჩამითვალო სხვაგან მივდივარ, უბრალოდ მაგალითს გეტყვით და მე დაუბრუნდეთ ამ ცხარე თემას. მალხას პატარაიამ თქვა ეს ჩემთან ეთერში და ეს თქვა იმის შესახებ, აი საშინელი ტრაგედია რომ მოხდა გალში და 5 ბავშვი რომ დაიღუპა. და რა თქვა იცი რომ საერთოდ ჩვენია გადაბრალება აი მისი ბრალია და სინამდვილეში აი რაც გალში მოხდა ხო ხოვითომ შემთხვევა ყველა ჩვენი ბრალია ისევე როგორც ეს პრობლემა იმიტომ რომ ეს გალის მოსახლეობა მიტოვებულია ცალკე ის აფხაზებში ვინც ვითომ ხელისუფლება იმას გენოციდს უწყობს და იმაშობა თბილისი ყურადღებას არ აქცევს და საერთოდ მიაყურა და დენი არ არის წყალი არ არის ის ბებია უხდება ნავთის და ყველაფერი ეს ისე აეწყო იქ სამონტყოფო არ იყო ამბულატორია არ არის თურმე და იმიტომ ის დედა შვილების ზუგდიდში წამოიყვანეს თუნდაც ყველაფერი ეს კომბინაციაში ქმნის საბოლოო ჯამში ამ ტრაგედიას და ის კომბინაცია შეიძლება ჩამოთვალე რომ 24 საათი მუშაობა უწევს და საჭესტრიალი და საჩო საბადებელი შოვნა და გაუსაზრეს ახალ ეს ყველაფერი ქმნის ამას და აი რაც რეზემ თქვა რომ არ ვლაპარაკობთ ყველაფერს უმალავთ და ხა არ გამოვა რა არაფრით არ გამოვა იმაზე კი არა 5 საუკუნის უკან მომხდარზე არის ტაბუ დადებული და იმაზე არ თქვა ეს არ შეიძლება ის ასულიერო პირია ის მეუფეა ის ვიღაცა არის და ეს ხელდასამუდამოდ ეს ხო უნდა დამთავრდეს ერთადერთი რამეს მოვითხოვ ყოველთვის მე ჩემი თავისგანაც და სხვისგანაც რაც არ უნდა მწარე იყოს სიმართლე უნდა ითქვას და ამ სიმართლეს შეუძლია რომ მომავალში დაგვაზღიოს იმ შედეგებიდან რა შედეგები ჩვენ უკვე გვინახავს კიდეც რაც გამოვლილი გვაქვს აი ახლა იგივე იმ დაპირისპირების წინაშე რის წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას ეს ხო გამოვლილი გვაქვს და ეს ხო გამოიყენა ჩვენმა მტერმა ზუსტად და ხო აქ ხო ძალიან მარტივი სცენარია ხო სინამდვილეში ხო მივდივართ ისევ იგივე გზაზე ყველა მიმართულებით იგივე გზაზე მივდივართ და ამიტომ იგივე გზაზე თუ არ გვინდა რომ წავიდეთ ყველამ რაღაცა თავისი გამოცდილება უნდა თქვას საბედნიეროდ ბევრია ესეთი ადამიანი ვინც გათავისუფლდა ამ დამოკიდებულებისგან და ელემენტარულად ჩემგან როგორ იქნება ეს დამაჯერებელი რომელსაც გაუვლია იმისგან არის ხო ეს დამაჯერებელი მე რაც არ უნდა ბევრი წავიკითხო და რაც არ უნდა ბევრს მოვუსმინო მე შემიძლია რომ ციტირება მოვახდინო მაგრამ მე ემოციით ვერ მოვყვები ანუ შეუძლებელია ჩემგან არ გამოვა ის გადამრჩენელი და ვერც ვერავის ეგრე მაგ ფორმით მე ვერ გადავარჩენ მაგრამ აი იმ წიაღში ზუსტად იმ სიტყვებით შეუძლია ამ ადამიანს თქმა აი რა სიტყვებსაც ის გძნობს აი იმ ყველა წერტილით იმ ყველა დეტალით და აი ეს გეხმარება რომ მის ადგილზე აყენებ თავს შენს და აი ეს ერთობლიობა ქმნის ხო თორე ანუ მე ყოველთვის ვარ იმ მხარეს რომელ მხარესაც ქვია სიმართლე და რომელ მხარესაც ქვია რომ ვისაუბროთ ეხლა მინდა ნათიას ვთხოვთ რომ აი ეს თორნიკე მაგას ბოდიში ვიტყვი ვთხოვთ რომ სხვებსაც გაუზიაროთ ანახოთ და არ ვიცი რა რაც მეტი ადამიანი მოისმენს და დაფიქრდება ამ თემაზე ერთხელ მაინც და ანუ რა რეაგირება ქონდეს აი ეხლა მე მაინტერესებს ნათია იგივე იმ კომენტარებიდან გამომდინარე აი ეს თემა მაინტერესებს შენგან როგორ უნდა გამოიხატოს ამ ადამიანის მიმართ აი როგორი ურთიერთობაში როგორია ეფექტურად მიდგომა ესე ვთქვათ რა სულთან ადამიანურად და აი ეს იგივე ემპათიის გამოხატვა იქნება თუ აი დახმარების შეთავაზება და აი ეს ყველაფერი როგორ არის უფრო ეფექტური
აი ნუ ეს ნდობის ამბავი და ეს თემა რომ გაშავა. დახმარების შეთავაზება აი ვამბობ აი თუნდაც საკმარისია მასთან ერთად რამოდენიმე საათი გაატარო 5, 6, 10, 12 საათი აუცილებლად მიხვალ იმამდე რომ აი საერთოდ ნარკოტიკი არ უნახავს ადამიანს და არ კონდეს გამოცდილება მაინც შეძლებს დახმარებას არ ვიცი ქუჩაში რო ცხოვრობენ ამ ბავშვებს რა ეშველებათ და ამ ბიჭებს და ამ გოგოებს აზე არა ვარ უამრავი მანქანები სავსე ვენები ბრაიტონზე იმაზე სადაც ცხოვრობენ ჩვენი ბიჭები ზოგს ძინავს მე ერთი გადმომეც აი ენით აუღწარელი არ ვიცი მე რო აღარ ვიცი როგორ შევძლო ამათ დახმარება და რო აღარ ყოფნის ჩემი რესურსი ამას ყველაფერს და სათვისტო ჩვენ რასაც ვაკეთებ არა მარტო start new life-ი აქვს სათვისტომო ოფისი გვაქვს სათვისტომოს ოფისიც ვიყენებთ ამაში ყველაფერში და ამას ჩვენ ვეღარ ვახერხებთ უბრალოდ მე არა გვაქვს მაგ რესურსი რა არანაირი რესურსი არ ვიცი მე რო ვეღარაფერი გზა ვერ გამოვნახე მაგიტომაც გავაკეთე ეს ჩართვა რომ ამის ართქმა იყოს აი არ ვიცი ეს პირველ პაციენტ ძალიან მალე მოყვა ერთმანეთს 2-3 დღის იმაში იყო იქ კიდე დატვირთული ანამნეზი იყო და კიდე ესეთი ვერ მოვახერხე მაშინ რომ გავსაუბრებოდი ტოქსიკოლოგებს იქ დრაგ ტესტი მენახა ანალიზები მენახა და ამ პაციენტზე უკვე პატრონი მე ვიყავი ფაქტიურად იმიტომ რომ მას პირველ პაციენტს ოჯახი ყავს აქ და ამ ბიჭს არავინ არ ყავს აქ ოჯახი მეგობარი ყავს სხვა შტატში რომელიც მას პატრონობს და მე ვარ და ამიტომ იძულებული ვარ და რა თქმა უნდა ვერც რა მიტოვებაზეა საუბარი ისე რაც რომ გავიგო ყველას ვაქცევი და აღმოჩნდა რომ ამ ბიჭს ამ კლინიკაში სადაც ეს წევს ორი ქართველი წევს კიდევ სხვა ანუ რაღაც უკვე ეპიდემია შეიძლება დავარქვათ. შეგვიძლია თავისუფლად თქვათ ეგ ეპიდემია, იმიტომ რომ იმდენმა ადამიანმა მომმართა უკვე ეხლა მოწერილი რომ აი გამონაყარი აქვს და აი გულისრევა აქვს შეწუხდნენ. ფათაშორის და ყველაზე გულწრფელი იყო ალბათ ეს ვიდეო და ძალიან იმოქმედა ადამიანებს დაფიქრდნენ, მაგრამ რამდენს არ უნახავს ახლა რამდენს საერთოდ არ აქვს ტელეფონი და ფეისბუქი და საერთოდ რა დროს ვიდეოების ყურება მისთვის ისეთ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. როგორც კი ამას არ იღებენ, თმაზე ვერ მიეკარებით ისეთი ტკივილი აქვთ. ყველაფერი რა შეიძლება რომ მოვიმოქმედოთ? აი ეხლა აი მაგალითად აი რამე ფინანსურად შესაძლებელი არის ანუ ფინანსები გადაწყვეტს ამ საკითხს აი რა გადაწყვეტს ამას პირველ რიგში ინფორმაცია და ფინანსური ეხლა ნუ ხო ეხლა ჩვენ ქვეყანაში რო ვიყოთ ალბათ შეიძლება მოგვეს რა ვიცი ეხლა რამდენად ხერხდებოდა მაგრამ რაღაცა უნდა მოვითხოვოთ ან ტერიტორია ან არ ვიცი რაღაცა დიდი შელტერივით უნდა არსებობდეს ამ ადამიანებს პატრონობა არ ვიცი რა უყოთ არ ვიცი მე არა მაქვს ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ ვეღარ მივყვები აზრს, იმიტომ რომ განუხორციელებადია ეს ამის განხორციელება თითქმის წარმოუდგენელია. ანუ ალალბეძე არის უამრავი ადამიანი, კაცმა არ იცის რა იქნება რა, აი ესე გამოდის. არწმუნებული ვარ ამ ადამიანების ნახევარზე მეტის ოჯახის წევრებმა არ იციან საქართველოში რა მდგომარეობა აქვს აქ. აი დარწმუნებული ვარ. არ ვიცი, პირველ რიგში საინფორმაციო, ალბათ მე ესე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია მიეწოდოთ მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც მე ამ ადამიანებს მიაწოდებენ იმას, ვინც ვერ ნახულობს ამ ვიდეოს, ვინც ვერ ნახა, ვისთანაც ხმა ვერ მიგვიწვდება, რომ ამათ მიაწოდონ მის მდგომარეობა, რომ იცოდენ რა უნდა გააკეთონ. უნდა იცოდენ იმათმა, რომ მათ არ აქვთ აბსტინენცია და ლომკა და ეს არის საერთოდ სხვა რამე. კი ბატონო, აი ჩვენ ეხლა თუ ვინმე გვისმენს ისეთი ადამიანი, ვისაც ქონია ეს პრობლემა და ვისაც შეუძლია რომ რაიმე სახით გამოცდილება გაუზიაროს სხვა ადამიანებს, კიდე
თავისი მხრიდან, თავისი გადმოსახედიდან, როგორც მომხმარებელი, როგორც დამოკიდებული ადამიანის მხრიდან, ჩვენ მზად ვართ, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე და ჩვენ ანუ მართლაც ინფორმაცია კი ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმის იქით შეიძლება მართლა ძნელი წარმოსადგენია, არ ვიცი, ხა მე ხა უცებ რაღაცა შოკია ჩემთვის ამ ხელა მასშტაბზე თუ იყო ლაპარაკი, მაგრამ აი რაღაცა უნდა სხვა ერის ხალხი, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხს აქვს იგივე პრობლემა? ბევრად ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ იმ სახლში, სადაც 3 ადამიანი ცხოვრობს და ერთი მოიხმარს, ან 2 მოიხმარს, ბოლო მესამემაც მოიხმაროს. ამაზეც ხოა საუბარი, ხო? ეს ხო დაავადებასავე ერთმანეთზე გადადის, ეს არის ჩვეულებრივი გადამდები დაავადება. არა, როგორც ინფექციური ან რამე ამ მხრივ არ ვამბობ. ხო, არა, გასაგებია, კი. გადამდები დაავადება, იმიტომ რომ ერთ საქმიანობენ, აგერ ხედავს თავიდან იწყებს, საერთოდ არის ის ნარკოტიკი რა არის, დაუშვათ და სვავს ამფეტამინს ან იყნოსავს კოკაინს ან მოიხმარს კოკაინს ან რაღაც და ის ხედავს ეს რომ აი მუშაობს 24 საათი და იქ აქ ხო იცით როგორც არის რა. ეხლა შეიძლება ცოტა შორს მივდივარ და დამობრალებენ რომ რაღაცა გავდივარ პრობლემიდან, მაგრამ აი რასაც ვლაპარაკობ სულ რა შენ საქმით აკეთებ პირველ რიგში აი სათვისტომო რო ახსენე და ნუ მედარეზიც რაც შეგვიძლია რეზი გაცილებით უფრო აქტიურად ფიზიკურად ჩართულია ბევრ რამეში. ამის ერთ-ერთი გამოსავალი არის ქართული ემიგრაციის კოორდინირება, საზოგადოების შექმნა, ურთიერთდახმარება, არა მარტო ამ ბოლო მომენტში კი არა. სწავლებაში, გზის გზაზე დაყენებაში, ბავშვების განათლებაში, სპორტული ჯგუფების გაკეთებაში, რა ვიცი, ყველაფერში. და რაც უფრო ორგანიზებული და დალაგებულია საზოგადოება, სამომავლოდ ავირიდებთ ამას თავს რა. ერთმანეთის პატრონები თუ ვიქნებით, ავირიდებთ და შეიძლება ვიღაცამ დამობრალოს ძალიან ზოგადად ლაპარაკობ, მაგრამ ეს არის თავარი რა. აქედან იწყება ყველაფერი და არ ლაპარაკობ ზოგადად და ქართულ სათვისტომოზე მე რომელ სათვისტომოზეც ლაპარაკობ აქ აღმოჩნდა რომ თუმე რამოდენიმე სათვისტომოა არ ვიცი ჩვენ სხვა სათვისტომო ერთი სათვისტომო ვიცით ბრუკლინში და ნიკუშა ჩხეიძე არის იქ ადამიანი ნიკა რომელიც ეს თვისტომს გულისხმობს შენ ეს 2 კვირა ეს ამ 2 კვირის განმავლობაში იმდენი პაციენტი ატარა საავადმყოფოებში რომ თვითონ თავის დაბადების დღეზე დღეს ლოგიში წევს. წარმოგიდგენია და ჯერ ესეთი ხალხი გამოსარჩევია. ადამიანი ერთს დატოვებს, მეორეს თვითონ დაყავს ეს, იმიტომ რომ არ არსებობს რესურსი, იმიტომ რომ ყველა გაყვირის რაღაცა სათვისტომო და ბოლო აღმოჩნდება რომ სათვისტომო ერთი კაცია. ეგ არის მთელი ჩვენი უბედურება. და ყველა ხო. კოორდინაცია აუცილებელია და არ ვიცი. და თანაც ჩვენ ახლა ბევრი სადღეგრძელოები შეიძლება გამოგვდიოდეს, მაგრამ სინამდვილეში არა აქვს მნიშვნელობა. ძირითადად ახალი ჩამოსული ვართ ბევრი, ანუ ეს ახალი ტალღაა, მაგრამ ძველებიც საკმაოდ არიან. სინამდვილეში кейფის გარდა ჩვენ გაერთიანება არ გვაქვს. აი ეს არის ფაქტი. ანუ кейფზე კი ბატონო დაუძახებ მოვა 100 კაცი. მაგის პრობლემა არ არის. მაგრამ იმის იქით ჩვენ რომ არა, პატარ-პატარა და ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ მე არავის დაკნინება არ მინდა. პირიქით, გაცილებით მეტი როა საჭირო მე ეს ტკივა და მე ამას ვამბობ. არ მინდა რომ იმენ ცუდად გაიგოს. რაღაცა წამოწყებები არის, ინიციატივები არის, მოხალისეობრივად ადამიანები რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში საჭირო არის უფრო მეტი და უფრო მეტი არის საჭირო ამავდროულად აქედან რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც გავაკეთოთ და არა მხოლოდ ფინანსურად. ანუ ამ ჩვენი გაერთიანებით. ელემენტარულ პატარა მაგალითს მოგიყვან. 2 დღეა მიკავშირდება ოჯახი საქართველოსთან, რომ დაკარგულია ერთ-ერთი ადამიანი. მეუბნება სახელს და გვარს, მაგრამ მეუბნება რომ არსად არ გამოვაცხადო ეს. და საავადმყოფოებში რომ დარეკოთ, შეგიძლიათ ფილადელფიაშიო ან მერილენდშიო. ეხლა ძნელი ასახსნელია თან აქ ღამის 3 საათი იყო ეს ზარი რო განხორციელდა ხა საქართველოსთან რო ზარი შემომდის ის მევართება რა თქმა უნდა მომენტალურად პასუხობ და
აი ელემენტარული ვეუბნები რომ ეს აუცილებლად თუ არ გამოვაცხადეთ მე ერთ ადამიანს ვერს 12 საავადმყოფოში ჰოსპიტალში დავრეკე არსად არ არის და რამდენი ჰოსპიტალია ხა ფილადელფიაში თუ მერილენდში თუ ეს თუ არ წარმოუდგენიათ მასშტაბი მაგათ გონიათ ფილადელფია ვაკეა და ესაა საბურთალო კაცო მე ამიტომ ვამბობ, კაი და დაუშვათ და აი ელემენტარული რესურსი, ხო, არ არსებობს, ხო, ვიღაცა შეიძლება ერთხელ ერთჯერადად დაიკარგოს ვინმე და მოითხოვოს, რომ დაიკარგა და დავდგეთ ყველა ერთად გვაქვს ხოლმე ეგეთი რაღაცეებიც და მოუძებნოთ ის ერთი ადამიანი, მაგრამ ერთ ადამიანზე არ არის აქ საუბარი. ანუ მაგას რა ვერ გაწყვები ეგრე ლონგ-აილენდზე იყო ამას წინ და ახლობით ერთი თვეა ერთ ბიჭს რო ვეძებთ და აი ესე ადგილ და მე ვიღაც რესტორნის მე პატრონებს შემოგვეხმიანა რომ აქ დადის მგონი საღამოობით და რაღაცა აი ეს კოორდინაცია როგორ უნდა სად უნდა დარეკონ მაგასაც ეხლა ისევ ჩემი იმას სიმღერავს ვღერი საჭირო რაღაც საინფორმაციო ბაზა საჭირო ერთმანეთთან კავშირი საჭირო ჯერ ეს ერთი ის რაც რეზიმ თქვა გაუთავებელი დამალვა და სახელი არ თქვა და ეს არ თქვა ნუ მაშინ როგორ ანუ უფრო მნიშვნელოვანი ფუჭდება თორე ისაც ვის არ ესმის ანუ აქ როგორ არის ყველაფერი ძალიან კარგად ესმის რა და ანუ იქ რო დაიწერება რომ ადამიანი დაიკარგა პირველი ვინ რას ფიქრობს გასაგებია ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა უიმე ეგ შემთხვევით ის ნარკომანი იყო და ჩუმად ქირქირებს ხალხი რა მნიშვნელოვანი არის პირიქით რომ სანამ მაგამდე მივალთ იქამდე რას ვაკეთებ თორე მე ზოგი ზურგს უკანო ლაპარაკობს და ზოგი რაღაცას რომ მოაყოლებენ ხოლმე კიდე კომენტარებს რა შუაშია საერთოდ აი 90-იან წლებში რაც დაგვემართა და დაგვეკარგა ხო მთელი თაობები და იგივე გვჭირს ახლა უარესი აი მე შემიძლია ყოველგვარი რაღაც იმის გარეშე ვთქვა რომ ახლა ჩვენ არ მინდა თითქოს დაჯერება ხო და ვეძებ რომ იქნება რაღაცა ის არის რა არავინ არ საუბრობს ამაზე საოცრება არ ვიცი არ ვიცი თითქოს რა ვიცი რა ვთქვა ეხლა ნათიან ყველაფერი თქვა გულწრფელად თქვა ტკივილიც თქვა რეზი რა ვქნათ რაღაცა პერიოდულად ეტყობა საჭიროა რაღაცნაირად მოვიფიქროთ ჩვენ სამამბის პირველი საქართველოში აი რაღაცა გზები ვიპოვოთ მე უბრალოდ მართლა რესურსი დრო არ მყოფნის მაგით სწორე მე ვიღაცებს შევეხმიანო იქ საქართველოში რაღაც მაგრამ აი ამაში თუ დამეხმარებით რომ საქართველოში მივაწვდინოთ ხმა რომ იქაც გაიგონ რა პრობლემა გვაქვს აქ აუცილებლად ვიტყვით და მაქსიმალურად ვეცდები ხა დრო არ ყოფნის კი არა ნათია ხა ვიცი რა იმდენ რამეს რომ ძირითად საქმეს ვეღარ გააკეთებ და ისევ საქმეს ვნებ, როდესაც ვცდილობ რომ ყველაფერს იმას ქნა მოერიო, ხო და რანაირად უნდა მოერიო ერთადერთი. ზოგი მეუბნება რომ აი ადიქი და ყველა პრეპარატზე თითო ვიდეო ჩაწერე ხა არც ბლოგერი ვარ და არც ის ვარ, აი საერთოდ არადაირად არც გამოვდის ეგეთი რაღაცეები. მე ჩემი საქმე მაქვს და რაც ვიცი. აი ხა გავიფიქრე ეგ, რა კარგი იქნებოდა აი მაგის გამოცდილების მქონე ადამიანმა რომ აი უცებ რო გამოჩნდეს წარმოიდგინე ერთი ვიდეო დადე და 420,000 ნახვა აქ რა თქმა უნდა ის უმეტეს რომ მაგის არც გამოცდილება გაქვს დაუშვათ და არც ის რა ქვია და ანუ ჩვენც იმას გვეუბნეოდი რომ ანუ უხერხულად ვარ შედარებით ესე ლაივში და რაღაც ხო და ანუ იმიტომ რომ თემა ესე იგი ეს უკვე ნიშნავს რა დონეზე მნიშვნელოვანია ეს თემა ყველანაირ სტატისტიკას თავი დავანებოთ ეხლა მოდი სხვა თემაზე ჩაწერე ვიდეო და ნახოთ თუ უყურებს ხალხი ხო? არანაირ სტატისტიკაზე აღარ არის ლაპარაკი ამ ვიდეოს შემდეგ, იმიტომ რომ ეს იმდენად ყველას აწუხებს, რომ 9 მილიონი ხა სულ რა ვართ და რამდენი ადამიანი ხო ანუ შეუძლებელია ეგ რო არ იყოს ძალიან ფართოდ გავრცელებული საკითხი და ბევრ ადამიანს რო არ აწუხებდეს, ეგ 9 მილიონი ნახვა შემთხვევითი არ არის. უკვე ყველაფერზე პასუხი არის. ანუ ვისაც თუ იმე შეიძლება ეჭვებარებოდეს, ან გადამეტებული ეგონოს, ეგ სინამდვილეში მაგაზე პასუხი არის, თორე რამდენი გინდა ვიდეო ჩაიწერება რაღაცა შეიძლება მე მეორე მომენტიც არის რეზი რა ეს კიდე რატო ხა მე და შენ აი მაგალითად გამოვედი და დავიწყე ლაი ამ თემაზე ხო არ მოაგროვებს ეს თავი პროფესიონალი რო არის ნათია და მართლა შიგნიდან იცის ეს სიტუაცია და გულისკიული თუ ამბობს იმ ამ ფაქტორმაც იმუშავა ნდობას იწვევს თორე
ესე ვიღაცა არა მე ვიდექი და ჩატებში ჩავაგდე იმის მერე პირად გვერდზე ხო გავაზიარე ჩატებში ჩავაგდე აქ ბიჭები ფეხბურთს თამაშობთ ხოლმე იქ 50 კაცი ვარ ჩავაგდე მეთქი ბიჭებო ვიზეც იცით რომ აი რაღაცა მეთქი აი პირადად ანახეთ რაღაცა მივეხმაროთ ყველამ ესე გავრცელება დაიწყო აქ აქციას რო ვაკეთებთ ხოლმე იქ იმ ჩატში ჩავაგდე მე იმათმა კიდე ესე რატომღაც ამ ბოლო პერიოდში ეს მივხვდი რომ ჩატებად ვარ დაყოფილები და რაღაცა 20 კაციანი ჩატები 30 კაციანი ჩატები ყოფილი თანამშრომლები ამ პოლიტიკური რაღაცა მომენტიდან და ბევრი რაღაციდან გამომდინარე და ძალიან უცებ გავრცელდა ეს ვიდეო იმიტომ რომ ის აი მართლა იგრძნობოდა რომ აი ადამიანი ახლა ნათიას ნუ საკმაოდ გავიცანით ჩვენ ესე გამოდის და აი რომ ამოხეთქა ესეთი ვიდეო იყო რომ აი ადგა და ჩაწერა და ანუ პირდაპირ იკითხებოდა და ჩანდა ეს სინამდვილეში მასშტაბი სინამდვილეში ვიდეოში ემოციებშიც ჩანს და ეს ემოციები ნათიას რო აქვს და კიდე ბევრს რო აქვს აი ამის რაში უნდა გადაიცა მართლა ვერ ხვდები აი გამოსავალს აი სხვა თემებიდან მილიონ თემაზე გქონია საუბარი და რაღაცა სახით გამოსავალი დამსახვია და აი აქ რა გამოსავალი შეიძლება იყოს ვერ წარმომიდგენია ამ ეტაპზე და არ ვიცი ბევრი ვისაუბროთ გავავრცელოთ და ის სიმპტომები რაზეც არის ლაპარაკი უნდა იქნება კაცო სათითაო პრეპარაცია შემიძლია ამ ხალხს ვესაუბრო დავუხსნა რომ აი ზეპირად ვეტყვი რომ საიდან სად გადავიდა როგორც კი რაღაც ორი წამით მაინც დაველაპარაკებით სიტყვაზე თუნდაც მე პირადად ეხა ყველას თუ ვერ დაველაპ ჩავწერ ამ ვიდეოებზე როგორ არ მიყვარს ეგ ყველაფერი მაგრამ ერთხელაც ვერ მოვახერხე რომ რაიმე გადამეღო და ჩამეწერა ორი მაგაში მაქსიმალურად მოგეხმარებით ცხადია რა თავარია შენი სიკვდილი მაგრამ რაღაცა ცოტა უფრო ისეთი ქმედითი ორგანიზაციული ისენია მოსაფიქრებელი და ქმედითი თორნი მე ასე ვფიქრობ რომ ქმედითი შეიძლება გამოჩნდეს შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები ვისაც რეალურად რესურსი აქვს რაღაცა დახმარებების და აქ ხო ყველაფერი დამოკიდებულია რა თქმა უნდა ფინანსებზეც თავისთავად ხო ეხლა რაღაცა არ ვიცი აი თუნდაც ის რაც შენ თქვი რომ რაღაცა შელტერი უნდა გაკეთდეს რაღაცა გაკეთდეს ან ჩამოიკრიბოს ან დაინტერესდეს ვინმე ცხელი ხაზი გავაკეთოთ იქნებ ვიღაცას წასვლა უნდა ქვეყანაში დაბრუნება უნდა და ვერ მიდის იმიტომ რომ მაგის თავიც არა აქვს ბილეთი იყიდოს დამერწმუნეთ ეს არის ის მდგომარეობა აი მომისმინე მოდი ყველა პატარა საშუალება გამოვიყენოთ ეხლა ჩვენი აუდიტორია არ არის ცხადია ისეთი დიდი მაგრამ მე გეუბნებით რომ აი მოგწერეთ გინდა რეზის, გინდა მე, გინდა დარიოს და ჩვენი არხით ნათიამდე მივიტანთ ან ნათია მოგვაძებრინებს იმ ადამიანს სწორ მისამართით როგორ მივმართოთ და ესე გააკეთოს აი ჩატებმა გააკეთონ ყველამ გააკეთოს თავთავისი წილი რაღაცა მოდიში ის მეუფე საბა თუ არის ამის შესახებ ინფორმირებული მას ბევრი ადამიანი უსმენს ხოლმე და თქვათ რაღაცა ვიდეო რო ჩაწეროს თუ იცის ეს ამ თემასთან დაკავშირებით საბასთან კი ქონდა ჩვენ ურთიერთობა როდესაც ის გავაკეთეთ რა ქვია Start New Life-ის პრეზენტაცია რომ ქონდა 2 წლინახევრის წინ დაახლოებით უკვე 3 წელი გადის კი შემიძლია მართალი ხარეზი ეგ რაღაცა არ იმას მithia მე ხვალ რო გათენდება მე შემიძლია რომ დაუკავშირდე და ვეტყვი რომ რაღაცნაირად ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს და ბევრი ადამიანი აქცევს ყურადღებას მის დაწერილსაც და ჩაწერილ ვიდეოსაც და ქადაგებასაც და რავი შეიძლება ეგაც ერთ-ერთი პატარა გზა იყოს ჩვენ მქონდა კრიზის ცენტრი ალბათ ყველამ იცის კოვიდის დროს და ის კრიზის ცენტრი არ არის დახურული ცხელი ხაზის არსებობს და ყველაფერი შეგვიძლია ეს ავამუშაოთ ისევ თავიდან მაშინ რა ვიცი ათასობით ადამიანი გადარჩეს ის ამ პანდემიის დროს და ცხელი ხაზიც ავამუშაოთ რომ ამ ადამიანებმა ამ ცხელ ხაზზე დავრეკოთ და მერე უკვე ამ მუშაობაში გამოჩნდება ვის რა შეგვიძლია გავუკეთოთ ამ ადამიანებს ზოგს წასვლა უნდა მაგაში დავეხმაროთ ზოგს შეიძლება დარჩენა უნდა ზოგს იმის საშუალებაც არ აქვს ვერ მიდის იმ საავადმყოფოში იმიტომ ჰოსპიტალში იმიტომ რომ ინარისის ეშინია გონია რომ ლომკა აბსტინენცია აქვს და ჰოსპიტალში უარეს უზამენ იცით ხო იცი ეს რაღაცა კი 1000 სტერეოტიპია იქნება კი დარწმუნებული ვარ ერთმანეთში ესაუბრები რომ თან ხო ჩვენ რაღაცა
ურად გვაქვს რომ ყველაფერი ვიცით. ნათია, მოდი აი ხა შეიძლება ზუსტად ცოტა სხვა ის არის, მაგრამ მოდი აი მაგალითის შექმნათ პასუხი გავცეთ ჩვენს სვენელს მაყურებელს მადლობა რომ აი ესეთი კითხვაა რომ მარიხუანაზე და მისი გადაჭრების რა გზა არის ქალბატონი ნათია და მეორე შრომის გამოყენება არის პოზიტიური თუ არა მარიხუანას გადაჭრებისთვის. ეხლა არ ვიცი ეს რამდენად ესეთია ჩვენ თემისთვის რა სიტყვი? მარიხუანას გამოყენებას რაც შეეხება, პირველ რიგში ვიტყვი, რომ გააჩნია რამდენხნიანი ანამნეზია. მარიხუანა შეიძლება ძალიან ისე მომივიდეს, მაგრამ აი ამ ჩვენ თემასთან შედარებით მარიხუანა რაღაც მეჩვენება იოლი არის ესე? იოლი იქნება ალბათ თუ ეს 40 და 45 წლის არის ადამიანი. და რაღაცა ცოტა უფრო იოლად შეიძლება შევხედოთ მარიხუანას და თუ ეს არის 15 წლიდან გარდატეხის პერიოდიდან 20 წლამდე ასაკი ძალიან საშიშია და მარიხუანით იწყება ყველაფერი. და ბოლოს მიდის იქამდე სანამ შეცვალა შენ ამბობ რა. რა თქმა უნდა. და ეს რაღაცა შრომი რა არის? ვერ გავიგე, შრომამით გავიგე. შრომი, აი შრომის გამოყენება არისო მარიხუანას გადაჭრებით. ხო, სოკოზეა საუბარი. ნუ ეგ ფაქტ თუ არიცი ეგ სოკოები არის ეგეთი თერაპია არსებობს. სოკოებით თერაპია, ისევე როგორც ეგრე კეტამინის თერაპიაც არსებობს და ცალკეული იმის, მაგრამ გააჩნია ამას ვინ როგორ გამოიყენებს. მუშრომი სოკოს ეძახიან და ძალიან დიდი ცოდნა უნდა და ცოდნე ადამიანის სპეციალისტი უნდა, იმიტომ რომ ანუ ექიმია საჭირო რა, სპეციალისტია საჭირო. აი, იცით რა, ყველას თავის მიმართულება აქვს, აი, ვინც მუშაობს ამ სოკოებზე დაუშვათ და ეს კარგად იცის, თუ არ იცის კარგად და ისე რომ ვინმე თქვა რომ მე ახლა დავანებებ მარიხუანას თავს და ახლა დავიწყებ სოკოს ჭამას, ამან შეიძლება ბევრად სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს. მე ის მარიხუანა კიდე ერთი მეორე მხარე, მოდი ესე რომ ვთქვათ რა. აქ ვიღაცებისგან მომისმენია მე რომ ეს ბალახია და რაღაცა და ის საქართველოში რომ რაღაცა მოუწევია დაუშვათ. და აქ ეს ერთი სხვადასხვა რამეზია ლაპარაკი. აბსოლუტურად სხვა. საერთოდ სხვადასხვა რამეზია საუბარი და აი ეგ შემიძლია მე პირადი გამოცდილებით თქვა. ანუ გასინჯული საქართველოშიც მაქვს და აქაც მაქვს. აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა არის. აქაური მარიხუანა დამოკიდებულებასაც იწვევს. რაც ხო, საქართველოში დრო ყველა მხრივ სხვადასხვანაირი არის. გამოყვანილი ჯიშები არის, რომელიც ჯიშებსაც აქვს თავისი მიზნები, ამ მიზნების ცოდნა არავის არ ევალება ესე რომ ვთქვათ, ვინც მოიხმარს, მაგრამ იქ მთელი რიგი კატეგორიები არის. ანუ თუ მაგ საკითხში ჩაიხედავ და მარიხუანა იქნება, სოკო იქნება თუ ნებისმიერი, არა აქვს მნიშვნელობა. აქ ჩვენ პრობლემა გვაქვს დამოკიდებულებაზე და რომ ეს განმეორებითობაზე და ესე ვთქვათ რეციდივზე, ხო? ანუ ეს მუდმივად რომ ხორციელდება, არ არის ამდენად სწორი სიტყვა ვიხმარე, მაგრამ ანუ სინამდვილე რა არის? სინამდვილე არის ის, რომ ამისი გაყრუებით, რომ არა უშავს ეხა ცოტა მოსაწევი, ეხა მოდი არა უშავს ცოტა ერთი-ორჯერ კლუბი თქვა და რაღაცა, ხო? ანუ ეს რაღაც ძალიან ვითომ ცოტა ექსტაზი, ცოტა ეს. ანუ აი ეს ყველაფერი იძლევა იმ ერთობლიობას, რაშიც ვართ. უნდა პირველში უნდა იცოდნენ და ინფორმაციაც უნდა გქონდეთ და არიან ახლა ისეთი ბიჭებიც და გოგოებიც რომლებსაც ეშინიათ და აი ყველაფერს სინჯავენ, ყველაფერს ნახულობენ, ესეთებიც არიან, მაგრამ ბოლო თუ დაუშვათ ამ პრეპარატის გასინჯვა მოუწია ერთხელ ოჯერ მე უკვე ვეღარ აკონტროლებენ თავს, თორე თავიდან ზოგიერთი არის ესეთი თავის უყვარს, ოჯახიც უყვარს, ყველაფერზე ზრუნავს, მაგრამ всё მოხდა ამ ხაფანგში და დამთავრდა, დაიკარგა, გაქრა ადამიანი და აი მე მაინც მინდა პასუხი რო გავცე უფრო კომპეტენტურად მარიხუანას და მუშრომსაც შეეხება ეს შესაძლებელია. ნამდვილად შესაძლებელია მარიხუანა ჩანაცვლდეს მუშრომით, მაგრამ ეს მუშრომი იმდენად რთული და იმდენად დიდი თემაა და დღესდღეობით ჯერ კიდევ კვლევებში ყველაფერი, ამიტომ ის რომ ვინმე უთხრას რომ ამ მუშრომს რაიმე გვერდითი მოვლენები არ აქვს, ხო, ასეთი რამე არ არსებულია. ანუ
ჯერ ეს მუშრუმი თერაპია, სოკოს თერაპია, ისევე როგორც კეტამინის თერაპია არის კვლევებში და ჯერ არის დაკვირვებებში. ანუ ეს არ არის, რომ რაღაც დამტკიცებული რაიმე ჩანაცვლებითი თერაპია იყოს. ასე რომ ყველა ადამიანის მაგრამ ჯერ საუბარი გვაქვს დასაწყები და ჯერ ჩვენ კიდევ უფრო შორს ვართ იმ თემიდან, რომელი თერაპიამდე სანამ მივალთ. კი ბატონო, თერაპიაც არის, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ მაგედან. შემიძლია გინდათ თქვენთან ერთად გინდათ ბლოგები წავიყვანოთ, გინდათ რაც გინდათ დეტალებში, აი ყველაფერზე, ყველა ნივთიერებაზე, მათ მოქმედებაზე 10 წლის შემდეგ, 1 წლის შემდეგ ამ დონეზე შემიძლია ამ თემებზე საუბარი. უბრალოდ ხო, ჯერ გასაკეთებელი რაც აგვაქვს, განგაში გვაქვს გასატეხი და ამ ადამიანებზე დასახმარებლები ვართ. თუ ვინმე გასაშვებია საქართველოში და არ შეუძლია და ურჩევნია მის ოჯახს რომ ჩაუვიდეს ცოცხალი, იქნებ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, როგორღაც გავაკეთოთ ისე რომ ამ ადამიანებდე მივაწვდინოთ ხმა რომ არსებობს ცხელი ხაზი და მათ ვიღაც პატრონი ყავთ. ისედაც იცით როგორი აი რამდენადაც შეგვიძლია, მოდი მათიას დავეხმაროთ, რას ნენდობ, ჩვენ თავს დავეხმაროთ. ყველა ერთმანეთს დავეხმაროთ, ეხლა ვინ დავეხმაროთ და აი რაღაცა პერიოდულობით იქნებ რაღაცა რეგულარულობით გავაკეთოთ და აი შევქნათ ის წყარო, რომ აი წამოვიდეს ურთიერთკავშირი. ჩვენთან კი არა, ვისთანაც საჭირო ამ შემთხვევაში ნათიასთან, ამ შემთხვევაში აი ეს გამტარი ხაზის ორგანიზება მოახერხოს. ამას მარტო ვერავინ ვერ იზავს. აი ეხა ვინც ისმენთ საწუხაროდ ვერ ვადევნებ თვალს ვერც კომენტარს და ვერც იმას მაყურებლების რაოდენობას. ვინც ისმენთ, გთხოვთ რომ ყველამ ეს გააზიაროთ, მოისმინოს ბევრმა ადამიანმა. დარწმუნებული ვარ რომ ამ მსმენელებს შორის აღმოჩნდება ესეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება რომ დაეხმაროს ეს ინფორმაცია, ვინც შეიძლება რომ რაღაცნაირად აცდეს ამ ბოლომდე მიყვანას და ესე ვთქვათ იმ სავალალო მდგომარეობამდე მისვლას, რომელ მდგომარეობასაც ახლა ნათიას 2 დღე რაც შეხება აქვს და ამის გავრცელება არის ნომერ პირველი ესე ვთქვათ საშუალება და იმის იქით არ ვიცი, ანუ კიდე რა შეიძლება მართლა ვერ წარმომიდგენია კონკრეტული და რეცეპტს ვერ ვიტყვით, მაგრამ ვიფიქროთ და არ მოვეშვათ რა უბრალოდ რა. რაღაცით უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ინფორმაციით, რომ საქართველოში გავავრცელოთ ინფორმაცია და რომ ოჯახებში გავავრცელოთ ინფორმაცია. მეორე საინფორმაციო სამუშაოები ალბათ უნდა აი ფილადელფიაშიც, ბრუკლინშიც, იმ ბრაიტონზეც რაღაცა ფლაიერები გაკეთდეს ცხელი ხაზის მაგათთვის ცხელი ხაზის რომ დაგვირეკონ და იმ წამს მიმართულებას მივცემ. იმ წამს ახლა ყველას ვერ შევიფარებ, თუმცა წამიყვანია მე სახშია პაციენტი, ადამიანი. საჩემ სახში წამიყვანია და ჩემ ოთახში დამიწვენია და დახმარებაც გამიწევია და მე დავკავშირები ვარ. ეგ არის გასაგებია შენი მხრიდან აბსოლუტურად ქრისტიანული და სწორედ მაგრამ გამოსავალი არ არის. არ არის არანაირი, ხო და მაგას ვამბობ, ეს ხო არ არის გამოსავალი, ამიტომ პირველ რიგში საინფორმაციო სამუშაოები ამათ რომ დაურიგდეთ, სულ გადავწყვიტავთ რომ ცხელი ხაზი ამამუშაოთ ეს ცხელი ხაზი გვაქვს ჩვენ კრიზის ცენტრს აქვს ეს და აქ ეს ყველაფერი მოწესრიგებული აქვს ნიკას ამამუშაოთ ეს ცხელი ხაზი და დავარიგოთ ინფორმაციები მივაწვევ ინფორმაციები ამ ადამიანებს რომ მიეწოდეს ყველაზე მეტად მისი ოჯახის წევრებიდან მიეწოდებათ ეგ ინფორმაციები დარეკონ და ეს სხვანაირად არ არსებობს და აბა სხვა დახმარება უნდა რომ გქონდეს ახლა დიდი ის საქართველოს ეკლესიაც კი არა გვაქვს სულ ეკლესიურობაზე და ვესაუბრებიან და ერთი რავი ხმარებია რომ რაღაცა თავშესაფარი არა გვაქვს ხო არა ამხელა ემიგრაციას ყველას აქვს ალბანელებს რავი ყველას ჩვენ არა გვაქვს არა ერთი თავშესაფარი არა გვაქვს არაფერი არა გვაქვს ნამდვილად რესტორნები გვაქვს საქმეს რომ იდგება უამრავი წარმატებული ქართველი იქნება აქ და უამრავი წარმატებული ეს არის და უამრავი სად არის ეს ხალხი ერთი სივრცე ხო არ შეიძლება რომ გქონდეს ჩვენც ან როგორღაც რომ რაღაცა თავშესაფარი გქონდეს ამხელა ემიგრაციას ეს ხო არ არის
წლის წინანდელი აი კიდევ ვამბობ რა მოგეჩვენებათო სხვადასხვა რამე მაგრამ რა თემითაც დავიწყე აბსოლუტურად სხვა თემა არის ხო აი სულხან პაპაშვილის თემა მაგრამ ახლოს არის ის არა აი ეს მოუგვარებლობა არის ერთი და იგივე ზუსტად რა იმიტომ რომ ერთი პატარა თუ მოგვარდება იმის მაგალითზე დაიწყება სხვების და დაიწყება სხვების ეხლა ძალიან ისეთი დიდი მადლობა ნათია გერესერთი და მოდი არ მოვეშვათ რა სხვა დღეს არაფერი რეცეპტის თქვა შემილია რაც თქვა ნათიამ გაუცელება საქართველოში ცხელი ხაზი რაღაც ყველა ვარიანტები უბრალოდ არ მოვეშვათ და ერთხელ მაინც მივიყვანოთ რაღაცა ლოგიკურ გადაწყვეტამდე საქმე რა რამდენადაც შევძლებთ ნუ არ ვიცი აი ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში და თქვენს უყოლას რა დიდი მადლობა ნათია მე იმდენად მნიშვნელოვნად მივიჩნიე ეგ საკითხი რომ ესე ვთქვათ ვერ ვახერხებდი დღეს ისეთი მდგომარეობა მქონდა მაგრამ მაინც ვეცადე რომ ჩართულიყავი ლაივში და ჩემი თხოვნა იქნება რომ რაც შეიძლება გავავრცელოთ ამ გავრცელებაში თითოეული მაყურებელი მოგვეხმაროს და ამითი დარწმუნებული ვარ რომ პატარა რაღაცა შედეგი დაიდება. ამ პატარა შედეგების ერთობლიობა იძლევა დიდ შედეგს. მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რასაც შენ აკეთებ და მე სხვისგანაც მომისმენია და ეს არ არის მხოლოდ შენი მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია. მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა დღევანდელი ჩართვისთვის და მე ჩვენ პირად საუბრებშიც შეგვიძლია და რაღაცა კიდე უფრო მოვიფიქროთ. კიდე სხვა ადამიანებიც არიან აქტიური ადამიანები, რომ შეგვიძლია ამ თემაში ჩავრთოთ, ვიღაცა ექიმებიც არიან, შეიძლება რაღაცა იდეა დაიბადოს რაღაცა და ანუ უფრო შედარებით გავაფართოვებთ. გადაცემით მხრიდანაც და ნებისმიერი მხრიდანაც. და აი ცხელი ხაზი თუ ამუშავდება და ეს კრიზის ცენტრი ისევ შეიქმნება და დაიწყებს მუშაობას საქართველოსდანაც მოგვართავენ პაციენტები და იქაც მოვნახავთ ექიმებს, ფსიქიატრებს, იქაც გაუწევთ დახმარებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საქართველოსდან მოდის. 90% ეს პრობლემა ჩვენი ქვეყნიდან მოდის და ჩვენ გვეხება, ეს სხვას არ ეხება. ძალიან დიდი მადლობა. რა მადლობა. ბედნიერი ღამე. ჩვენ რას გამადლობელი. და ბედნიერი დღე გაგვითენს. მადლობა. დროებით და საქმეთ გვექციოს ლაპარაკი. დროებით.